options that are available in the შეერთებული შტატების მაღალი რანგის სამხედრო ლიდერი ადმირალი სამუელ პაპარო სენატორებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული იმ რისკების შესახებ აფრთხილებს, რომლებიც ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას უკავშირდება. რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გარდა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების განვითარება პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სამშობლოსა და მოკავშირეებისთვის. რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა ჩინეთთან მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობის გაღრმავება სერიოზულ ზიანს მოგვაყენებს. პაპარო დასძენს, რომ ჩინეთი წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაციის სანაცვლოდ რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად აწვდის ჩარხების დიდ ნაწილს და ასევე გარკვეული სახის ნახევარგამტარებს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში საბრძოლველად სამხედრო შენაერთები გაგზავნა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩინეთის მოქალაქეების ჩართვას ცდილობს.